მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს დამსწრე საზოგადოებას. ბატონო გია, მოგესალმებით ჩვენს სამინისტროს წარმომადგენლებს. ქორუმი გვაქვს, როგორც აპარატი მატყობინებს და შეგვიძლიათ დავიწყოთ სხდომა. ჯერ პირველ რიგში გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ დღის ეს რიგით მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული, ეს გახლავთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. ვინ არის მომხრე? დღის ეს რიგი დავამტკიცეთ. შეგვიძლია სიტყვა გადავცეთ მოხსენებელს ბატონ გიორგი კაკაურიძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს. გთხოვთ, ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ისევე როგორც წინა წლების განმავლობაში, წელსაც პირველი კვარტალი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო 11.1%, თებერვალში 7.7%, ხოლო მარტში შეადგინა 9%. ჯამში პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 9.3%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ამავდროულად ინფლაციას რაც შეეხება, მარტში ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 3.5%, რაც ძირითადად გასულ წლებში დაბალი ინფლაციიდან გამომდინარე ბაზის საბაზო ეფექტისგან გამომდინარეა, თუმცა უკვე საშუალო ინფლაციას თუ შევხედავთ პირველ კვარტალში 1.7%-ია საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი და კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. რაც შეეხება საგარეო სექტორის კუთხით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა ამ ჯამში შეადგინა 5.618 მილიონი, მათ შორის ექსპორტი არის 1.401 მილიონი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არის 4.217 მილიონი. პირველ კვარტალში იყო 5.7%-ით გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა უკვე აპრილის მონაცემებით ამოკვდა 14%-იანი ზრდა არის უკვე, შესაბამისად აპრილში საკმაოდ კარგი იყო ექსპორტის ზრდის დინამიკა. სავაჭრო პარტნიორებს რაც შეეხება, უმსხვილესი პარტნიორი არის ევროკავშირი, 20.4%-ია წილი, 1.148 მილიონი ჯამში ვაჭრობა. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 11.9% და შემდეგ თურქეთი 11.8%. საგარეო სექტორის მეორე მიმართულება ტურიზმი. აქ ტურიზმის კუთხით ვიზიტ რაოდენობა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2.2%-ით. 959,000 ტურისტული ვიზიტი იყო პირველ კვარტალში საქართველოში. ჯამში ვიზიტორების რაოდენობა 1.172,000 შეადგენდა, ხოლო უშუალოდ ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 826 მილიონი დოლარი. ფულადი გზავნილების კუთხით 4.1%-ით ნაკლები გვაქვს გასულ წელთან შედარებით, 698 მილიონ დოლარამდეა შემოსული და ეს დანაკლისი არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, დანარჩენი მიმართულებებით გვაქვს ყველგან ზრდის დინამიკა. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტს, დავიწყებ ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებით. ჩვენ წელს პირველ კვარტალში დაგეგმილი ჰქონდა შემოსავლების სახით 6 მილიარდ 406 მილიონი ლარი, ფაქტიურად მიღებული 6.541 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ შესრულების მაჩვენებელი არის 102.1%, მათ შორის გადასახადებში მივიღეთ 6.077 მილიონ ლარზე მეტი, 102%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის და გარდა ამ თანხისა 623 მილიონ ლარამდე DGG-ის სახით ზედმეტად გადახდილი DGG იყო უკან დაბრუნებული წლის პირველ კვარტალში. გრანტებში მივიღეთ 61 მილიონი ლარი, 111%, ხოლო სხვა შემოსავლებში 402 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ, ესეც 102.7%-ია. შემოსულობების სხვა წყაროებს რაც შეეხება, პრივატიზაციიდან მიღებულია 161 მილიონ ლარზე მეტი, ზედმეტად გადაჭარბება გვაქვს მუნიციპალიტეტების ნაწილში 156%-ია შესრულების მაჩვენებელი, საზღების დაბრუნება არის 128.7 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანი პარამეტრი ბიუჯეტის და ერთი ბიუჯეტისთვის ის არის დეფიციტის მაჩვენებელი. ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ის ოდენობით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტის მოცულობა. პირველ კვარტალში მისი მაჩვენებელი იყო 0.2%. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, აქ შემოსავლების შემთხვევაში გვაქვს ასევე გადაჭარბება 102.1%-ით არის შესრულებული, მათ შორის გადასახადები 5.428 მილიონ ლარზე მეტი, გრანტები 59 მილიონ ლარზე მეტი იყო, ხოლო სხვა შემოსავლები 212.5 მილიონი ლარი.
პრივატიზაციის ნაწილი აქ 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი 70.6 მილიონი ლარი მივიღეთ, ხოლო სესხების დაბრუნებიდან 154.5 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალების ნაწილს, ჩვენ პირველ კვარტალში საშინაო ფასიანი თაღალდების გამოშვებით მივიღეთ 612.9 მილიონი ლარი, ხოლო საგარეო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელმა შეადგინა 122.8 მილიონი ლარი. ამავე პერიოდში ვალის მომსახურებაზე დაფარვის კუთხით, საგარეო ვალის მომსახურებაზე დაფარვაზე მიიმართა 524 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 352 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამური ბიუჯეტი მოგეხსენებათ 27.451 მილიონ ლარს შეადგენს. წლის პირველ კვარტალში ათვისების საკასო შესრულება იყო 6.394 მილიონ ლარამდე, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 94.3%-ია, ხოლო წლიური გეგმის დაახლოებით 23%-ის შესაბამისად ის მაჩვენებელია, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს და 23% პირველი კვარტალისთვის საკმაოდ მაღალი შესრულების მაჩვენებელია. უწყებებსაც თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი დინამიკაა, განსაკუთრებით იმ უწყებებში, სადაც ასიგნებების მოცულობა მაღალია, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე 2.2 მილიონ ლარამდეა შესრულება, საკასო შესრულება 99.6%, რეგიონულ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 477 მილიონი ლარი, 104.8%, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ყველაზე მეტად რაც ამ კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით 190 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, 23.5%-ია წლიურ გეგმასთან 23.3%-ია წლიურ გეგმასთან მიმართებაში, ხოლო 93.3% უკვე კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. უშუალოდ პროგრამებსაც რო შევხედოთ, აგრარული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის პროგრამები რაც გვაქვს, სურსათის უმრავლობის კუთხით 20.5 მილიონი ლარია ათვისებული და 100.8%-ია, მევენახეობა მეღვინეობის განვითარების კუთხით 2.156.000 ლარია ათვისება და 98%-მდეა, კვლევითი საქმიანობის კუთხით 2.254.000 და აქაც 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი. ერთიანი აგროპროექტის ნაწილში 95.7 მილიონი ლარია ათვისებული და 92%-ია შესრულების მაჩვენებელი და მელიორაციის ნაწილში არის 87% და 39.2 მილიონი ლარია ათვისებული. ეს არის ის ძირითადი მაჩვენებლები, რაც პირველი კვარტალის შესრულებაზე გვაქვს, როგორც შემოსავლების ხარჯვით ნაწილში, მათ შორის პროგრამები რაც დაგეგმილია, დღეის მდგომარეობით საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და რაიმე შეხება ან შემოსავლებში და ან ხარჯვით ნაწილში ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ გვაქვს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გია. როგორც ხედავთ, ეს კვარტალიც, ეს წელიც საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო რამოდენიმე წელია გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური გზა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ მდგომარეობდა იმაში, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო უკიდურესი გაჭირვება, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ჩვენს ეკონომიკას. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ჩვენს მოვახერხეთ და ნელ-ნელა შევძელით, რომ ის იკეთე, რაც შეიძლება მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის, იზრდება და შესაბამისად შორს აღარ არის ის პერიოდი, რომ ჩვენ ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, გაჭირვებას თავი დავახციოთ და უკვე როგორც საწყის ეტაპზე საშუალო ევროპული ეკონომიკების მქონე ქვეყნებს გაუთანაბრდეთ, ასე ვთქვათ, და შემდგომში უკვე როგორც განვითარებული ქვეყანა ისე გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში ჩვენი მთავრობის თითოეულ სტრუქტურას, თითოეულ სამინისტროს, რომ არა მათი ეფექტური მუშაობა ბუნებრივია ჩვენ ასეთ შედეგებს ვერ მივიღებთ და მართლა სასიხარულოა ის მონაცემები, რაც წარმოგვიდგინა ბატონმა გიორგიმ პირველ კვარტალთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება ერთი კითხვა მაქვს და მე კოლეგებსაც ვთხოვთ, თუ გაქვთ კითხვები, რომ დაუსვათ მოხსენებლებს.
მაინტერესებს საერთაშორისო დაფინანსებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბიუჯეტში გვეჯდა ჩვენ რამოდენიმე კოდი და ახლა ანგარიში ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს დაახლოებით 30% შესრულება ზოგიერთი პროექტი საერთოდ არ დაწყებულა. მე ხარ მინდა რომ ასე კონკრეტულად გავყვე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მისამართით, მაგრამ ზოგადად მინდა თქვენი შეფასება რა ტენდენციები გვაქვს და უშუალოდ რას ფიქრობთ სამომავლოდ რომელ უფრო ასე ვთქვათ ცნობილ ინსტიტუტებთან ვაგრძელებთ ჩვენ ურთიერთობას და თუნდაც აი ამ პროექტებს რაც იყო დაგეგმილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით რა ბედი ეწევა. დიდი მადლობა. შეეხება საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას, ჩვენ აბსოლუტურად ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ვაგრძელებთ ურთიერთობას და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს მათ შორის დაფინანსების მიმართულებით. წელსაც რამდენიმე ახალი პროექტის დაფინანსება უკვე მოხდა და წლის მეორე ნახევარშიც დაგეგმილია ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი იყო მერძევეობის დარგში ხარდაჭერა, აქ თითქმის მთლიანად ვალდებულების ნაწილში, ანუ დაკონტრაქტებულია და მთლიანად ათვისებულია დონორის რესურსი, უბრალოდ თვითონ უკვე შემსრულებლებზეა დამოკიდებული, როდის აითვისებენ ამ თანხას. თორედ თვითონ თანხის განაწილების პროცესი უკვე დასრულებულია და რამდენადაც მახსოვს დამატებითაც ვთხოვეთ კიდე დამატებით თანხის გამოყოფა და ამაზეც მიდის მოლაპარაკება და შევთანხმდებით წლის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ახალი მიმართულება, ახალი გაგრძელება, ახალი დაფინანსება ეს იქნება. მეორე მიმართულება არის მელიორაციის ნაწილი, სადაც დაფინანსების მოცულობები განსაზღვრულია. ჯამში მოგეხსენებათ დაახლოებით 250 მილიონი დოლარის პროექტებზე გვაქვს ჩვენ რაც გასულ წელს შევთანხმდით, თქვენთან გქონდა წარმოდგენილი, საიდანაც ნახევარი არის სესხი და ეს სესხების ათვისების შესაძლებლობა გვაქვს, უკვე აქ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, აქ რომ ჩვენ დავიწყოთ ერთის მხრივ კვლევებია შესაძლებელი და მეორე მხრივ უშუალოდ სამუშაოების ნაწილში, ანუ დაფინანსების პრობლემა აქ არ გვაქვს, ყველა დონორთან არის შეთანხმებული, უბრალოდ შიდა პროცედურებისგან გამომდინარე, მიმდინარეობს პირველი კვარტალი მოსაროდნელიც იყო რომ დაბალი იქნებოდა, თუმცა წლის განმავლობაში ეს გამოყოფილი რესურსი წესით უნდა იყოს ათვისებული და მელიორაციის მიმართულებითაც აქტიურად დაიწყოს იმ პროექტების განხორციელება, მათ შორის ზემო სამგორის და მდებარე ტორიტების გასარწყავიანების ნაწილი, რომელიც გასულ წელს შევთანხმდით საფინანსო ინსტიტუტებთან. დიდი მადლობა კოლეგებო, ხომ არ გაქვთ კითხვები? ეთილ. მეც მინდა წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანხებიც იქნება ათვისებული, ვინაიდან თითოეული დახარჯული ლარი მერე შემდგომში აისახება სწორედ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეკონომიკურ შემდეგ წინსვლაზე. დიდი მადლობა. მადლობა. სტომა დახურულია.